ეს არის კრწანისის დღე, ფონიჭალაში, რუსთავსა და თბილისის შორის მდებარე მწვანე სივრცე. აი აქ და გონიოში მალე ელიტური და ძალიან მდიდრული ქალაქები უნდა გაშენდეს. აი, გადახდა. ქართული ოცნება ამისთვის არაბულ კომპანიას ჯამში 900-მდე ჰექტარ მიწას უთმობს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართული ოცნება ზუსტად აი ამ პოლიტიკით ვაჭრობს ქვეყანაში არსებული ბუნები. ხელშეკრულებაზე არაფერი არ ვიცით, რომელიც დაიდო კომპანიასა და ქართულ ოცნებას შორის. ამ ხელშეკრულებას აქვს კომერციული საიდუმლოს სტატუსი მინიჭებული. ჩემთვის ცხადია, რომ პოლიტ-ეკონომიკური იზოლაციის ნიშნების პირობებში ამ პროექტზე არის ასე ვთქვათ დიდი იმედები დამყარებული ქართული ოცნების ლიდერშიპის მხრიდან. შეუძლებელია გქონდეს რაიმე დადებითის იმედი, როდესაც ქართულ ოცნებას და მის ამ პოლიტიკას ეხება საქმე. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით Eagle Hills საქართველოს ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციაზე. ორი კვირის წინ კინორუსთაველის შენობაში გაიხსნა იმ კომპანიის გაყიდვების ოფისი, რომელმაც კრწანისის ტყეში და კიდევ გონიოში, ჭოროხის დელტასთან ძალიან ახლოს უნდა ააშენოს საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები. რა ვიცით ამ ეტაპზე ამ ორი მეგაპროექტის შესახებ? ბევრი არაფერი. ვიცით მხოლოდ ის, რომ კრწანისის ტყეში და მის მიმდებარედ სოფელ ახთაკლიასა და ფონიჭალაში დაახლოებით 600 ჰექტარ მიწაზე უნდა გაშენდეს საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები, ასევე უნდა ააგონ ხიდი. 600 ჰექტარი ფაქტობრივად ერთი საშუალო ზომის სოფლის ხელაა. ბათუმთან კი გონიოში 260 ჰექტარზე, ანუ ზღვისპირა ზოლში უნდა განთავსდეს ბრენდირებული კომპლექსები, საცხოვრებელი, სასტუმრო და უნდა მოეწყოს იახტ-კლუბი. ამ ორივე პროექტს ქართული ოცნების თქმით განახორციელებს Eagle Hills. ეს კომპანია არის არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული ჯგუფის MR ჯგუფის შვილობილი კომპანია. აი ამ ორივე მეგაპროექტში ინვესტიციის სახით უნდა ჩაიდოს ქართული ოცნება, როგორც ამბობს, უნდა ჩაიდოს 6.5 მილიარდი დოლარი და დასრულების შემდეგ სახელმწიფოს უკვე წილის 33% გადაეცემა. მაგრამ რა ხდება ამის იქით? უცნობია საერთოდ რა შინაარსის და რა პირობების ხელშეკრულება დაიდო ქართულ ოცნებასა და კომპანიას შორის. ერთი მხრივ კითხვები არსებობს გარემოსდაცვითი საკითხების კუთხით, მეორე მხრივ კი კითხვები არსებობს ეკონომიკური თვალსაზრისით. რატომ არის ეს ორივე საკითხი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ერთი მხრივ სასწორზე დგას საქართველოსთვის ორი უდიდესი სივრცე, ხო? უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნების მქონე გარემო და მეორე მხრივ დღევანდელ არასტაბილურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პრინციპში გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშიც კითხვები ჩნდება, ხო, იმასთან დაკავშირებით, რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას მსგავსი ორი უდიდესი პროექტის შემოტანა ქვეყანაში. ჩვენ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება ვაპროტესტებთ პირველ რიგში სწორედ იმ პოლიტიკას, რომ ადამიანები, ის მდიდარი და უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც დაახლოებულები არიან ქართულ ოცნებასთან, ხოდ მათ გქონდეთ ცდომა ჰაერზეც, ტყეზეც, ჩრდილზეც, მდინარეზეც და სრულიად ყველაფერი, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს, როგორც საჯარო სიკეთე, ყველა ეს საჯარო სიკეთე გახდეს კერძო საკუთრების ნაწილი. რატო არის უშუალოდ კრწანისის ტყე ესეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი სფეროს წარმომადგენლებისთვის? ეს არის სენის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც საუბარია, რომ მარტო კრწანისის ტყეში შეგიძლიათ ნახოთ 100-მდე ფრინველის სახეობა. ყოველწლიური სტუმარი ვარ კრწანისის ტყეპარკის, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდზე, როდესაც საქართველოს ჩამოდის საკმაოდ დიდი რაოდენობის ფრინველებზე დამკვირვებელი სტუმარი. ძირითადად არიან ხოლმე ევროპიდან, ეს არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები ძირითადად, მაგრამ გარდა ამისა საკმაოდ ხშირად გვაქვს ხოლმე ასე ვთქვათ სკოლის მოსწავლეებთან ერთად გამოსვლა ადგილობრივებთან, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში ფრინველებზე დაკვირვება არც ისე პოპულარულია. და ახლა ვართ იმ პერიოდში, როდესაც ეს ჰობი, ასე ვთქვათ, ფეხს იკიდებს ადამიანებში.
კრწანისის დღეს არ აქვს არანაირი დაცვითი სტატუსი, გარემოს დაცვითი სტატუსს გულისხმობ. აქ დაახლოებით 6 წლის წინ გაჩნდა ველური ბუნების სააგენტოს ოფისი და ეს ოფისი სააგენტო იყო რეალურად ამ დღის მონიტორინგზე პასუხისმგებელი. იქამდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა აქტიურად, მათ შორის იყო სენი, რომელმაც გაწმინდა გარკვეული სივრცეები და გადააქცია და მიამსგავსა ეს დღეს არეკრეაციო ზონას. ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია მთელი ეს მიწები. სანამ Eagle Hills მშენებლობისთვის უკვე ეს ოფიციალურად არ გადასცემენ. თან უნიკალურია იმ მხრივ, რომ ეს არის ჭალის ტყეები, დიღმის ჭალის ტყეების მსგავსად. ჭალის ტყეები არის წყალდიდობების და წყალმოვარდნების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ შეუძლია ამ წყლის სტრესის, ასე ვთქვათ, თავის თავზე აღება და ამ წყლის გადანაწილება ამ დიდ სივრცეზე და შემდეგ ეს წყალი იწრიტება ნელა და ამით შეიძლება ავირიდოთ კატასტროფები თავიდან. და თუ დაზიანებულია მაგალითად ჭალის ტყე და ჩვენ ვეხებით ასე უხეშად შევდივართ ხო ამ ძალიან სენსიტიურ ეკოსისტემაში, შემდეგ ეს პროცესები უკვე აღარ არის სტაბილური, ანუ ეს მთლიანად ეკოსისტემის სტაბილურობა ირღვევა და შეიძლება რაღაც სავალალო შედეგებამდეც მივიდეთ, რომ და არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე რუსთავი. სულ რამდენიმე თვის წინ თუ არ ვწდები სექტემბერში ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით საგულისხმო კვლევა. ამ დოკუმენტში ეწერა ეგეთი რაღაც, რომ რუსთავში სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში, ანუ ვერცხლის წყლის დონე 5-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ტყვიისა 24-ჯერ და კადმიუმის 26-ჯერ. ასევე ამ ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აიღეს სინჯები ამავე რეგიონში, ანუ სამრეწველო ზონაში, ბავშვთა მოედნებიდან, ანუ მოედნებთან მიმდებარე ნიადაგიდან და ნიადაგშიც აღმოჩნდა თუთიის და კადმიუმის მაჩვენებლები იმაზე მეტი ვიდრე არის ეს დასაშვები. ხო, აი ამის ფონზე კრწანისის ტყე არა მარტო თბილისისთვის შეიძლება მივიჩნიოთ ფილტვებად, არამედ რუსთავისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ესეთ მძიმე ეკოლოგიურ პირობებზე ვსაუბრობთ. მე კითხვებით მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს, მაინტერესებდა კონკრეტულად რა სახის გარემოს დაცვის საკითხების შესწავლა არის როგორც კრწანისში, ასევე გონიოში, ჭოროხის დელტასთან ძალიან ახლოს დაგეგმილი. აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით განაცხადი არ წარმოუდგენიაო. ცოტა გაუგებარი პასუხი იყო, მაგრამ ალბათ გულისხმობენ იმას, რომ ჯერ არ დაუწყიათ, ხო? ანუ არ დაუწყიათ გეზეშეს შესწავლა, გარემოზე ზემოქმედების, ასე ვთქვათ, დოკუმენტზე მუშაობა და სხვა გარემოს დაცვითი საკითხების შესწავლა. და ასევე მაინტერესებდა თუ შენარჩუნდება ველური ბუნების სააგენტოს ფუნქცია კრწანისის ტყეში კონკრეტულად და თუ გააგრძელებენ ეს ადამიანები და თანამშრომლები ტყის მეტნაკლებად მონიტორინგს. მათ როგორც ვიცი, სურთ რომ დარჩნენ და მონიტორინგი გააგრძელონ, თუმცა როდესაც გადაღებაზე ვიყავი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა ეგეთი რაღაც, რომ ციტირებ, ანუ გვეგონა რომ დატოვებდნენ ამ ოფისს და გუშინ არაბები იყვნენ, ჯიპებით მოსულები, მოეწონათ ეს ტერიტორიაც და გვითხრეს, რომ ამ ოფისის ადგილსაც ავიღებთო. ამ ადამიანის, ანუ თანამშრომლის სახეს ვერ გამოვაჩენ, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეექმნას. როდესაც ჩვენ გამოსვლები საჯარო გვესმოდა, ესე ვთქვათ, ცხადი იყო თუ რა, ესე ვთქვათ, აბსოლუტური თავისუფლება შეიძლება აქვთ დღეს მათ შეარჩიონ ტერიტორიები, მიიღონ მიწები და რა დათმობებზე უწევს წასვლა საქართველოს სახელმწიფოს, მათ შორის გულისხმობ იმას, რომ ფაქტიურად გამოდის, რომ ჩვენ ყველანი ხვდებით ამ პროექტის თანაინვესტორები და ერთადერთი რეალური აქტივი, რაც ამ პროექტს დღეს გააჩნია, ეს არის მიწები, რომელსაც სავარაუდოდ ან მართვაში მრავალი წლით, ან საკუთრებაში გადასცემს პროექტს სახელმწიფო. ზუსტად იგივე ბუნდოვანება არის გონიოს მარინას პროექტთან დაკავშირებითაც ასე ქვია ოფიციალურად Eagle Hills-ის მიერ დაანონსებულ პროექტს, რომელიც როგორც გითხარით, მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმრო კომპლექსებს, უფრო გასართობი, ასე ვთქვათ, ფორმა ექნება, სათამაშო ბიზნესი შევა ალბათ სავარაუდოდ და ასევე აი ამ პროექტს ზღვისპირა ზოლში ექნება იახტ კლუბი, ხო, ესე არის კომპანიის
რენდერებში ნაჩვენები და წარმოდგენილი. ჭოროხის დელტა ანუ გონიოში ის ადგილი, სადაც Eagle Hills-მა მეგაპროექტის მშენებლობა და ანონსა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გლობალური თვალსაზრისითაც. აქ არის ბუნებრივი ჰაბიტატი, ანუ დაჭაობებული ჰაბიტატი, რომელიც ძალიან მიმზიდველია გადამფრენი ფრინველებისთვის. შემოდგომასა და გაზაფხულზე, როდესაც ფრინველები მიგრირებენ ცივი ქვეყნებიდან თბილში ან პირიქით, შესვენების ადგილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სწორედაც რომ აჭარა და მათ შორის ეს არის ჭოროხის დელტა, ჭოროხის მდინარის და ზღვის შენაერთი, ანუ მილიონობით ფრინველი გადაიფრენს და ისვენებს სეზონურად აი ამ სივრცეებში ზოგადად აჭარაში, მაგრამ ერთ-ერთი ფრინველებისთვის პოპულარული ადგილია სწორედაც რომ ჭოროხის დელტა. სწორედ ამიტომ ჭოროხის დელტა არის ზურმუხტის ქსელის უბნად მიჩნეული. ბევრი ინვესტორს უნდა ხოლმე აქ მშენებლობების დაწყება, მათ შორის ეს როგორც გითხარით იყო ადრე სამხედრო პოლიგონი და შემდეგ საუბარი იყო ასევე სამონადირეო მეურნეობის გაშენებაზე, მაგრამ აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების აი ამ წინააღმდეგობის ფონზე გადაიფიქრეს აქ სამონადირეო მეურნეობის გაშენება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ბრაკონიერობა ამ სივრცისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ზურმუხტის ქსელის განვითარება ხდება ბერნის კონვენციის ფარგლებში და აი ამ ბერნის კონვენციის მუდმივ მოქმედ საბჭოში მუდმივი ომი მიდის აი ამ ესეთი ტიპის ზღვისპირა რეგიონების გადასარჩენა და ძალიან სერიოზულ ზეგავლენას ახდენს აბსოლუტურად. ნუ ახლა ჭოროხს იქ თუ დადგება ეს კომპლექსი იქ ცხადია რომ ძალიან სერიოზული ზეგავლენა იქნება ამ ორი აზრი არის. და მოდი ახლა შევხედოთ ამ ყველაფერს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კუთხით. საქართველოს შესახებ ინფორმაციას, როცა ეცნობი მისი ეკონომიკური მიღწევების შესახებ, ხვდები რამხელა ეკონომიკური ზრდა აქვს ქვეყანაში. ვიტყოდი ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში. გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, როგორ შეიძლება 8-9 თუნდაც 7%-ის მიღწევა მოახერხო ქვეყანაში. რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ, აშკარად ძალიან ბევრს მუშაობთ. ეს არის ძალიან ცალმხრივი ხაღალზეც თუნდაც ეკონომიკური ზრდა, რეალური სექტორები მშენებლობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა ან მცირდება, ან მინიმალურად იზრდება ქვეყანაში. ფაქტია, რომ ქართული ოცნებისთვის ეს პროექტი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიცით, ამას მოწმობს ბევრი რამ, თუნდაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცესები, სრულიად გაუმჭვირვალე გეგმები ამ ორ უდიდეს პროექტთან დაკავშირებით. ვის უნახავს ხელისუფალი, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ძალა, რომელიც რაღაცა კარგს აკეთებდეს ქვეყნისთვის და ამას უმალავდეს საზოგადოებას. თუნდაც ის ფაქტი, რომ Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი გაიხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობაში, კინორუსთაველში. კინოშენობა ისედაც კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო და წლების განმავლობაში კულტურული სფეროს წარმომადგენლები ქართულ ოცნებას და კონკრეტულად თბილისის მერს თხოვდნენ, რომ გადაეცათ ქალაქისთვის და მუნიციპალურ, ასე ვთქვათ, კინოთეატრად ექციათ, თუმცა ქართულმა ოცნებამ ამ შენობას სრულიად სხვა ფუნქცია მოუძებნა. საუბარია როგორც გითხარით 6.5 მილიარდ დოლარზე და ამის სანაცვლოდ სახელმწიფო 900-მდე ჰექტარ მიწას თმობს. მაგრამ საიდან მოდის ეს ინვესტიცია? ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი საიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული. ჩვენ მართლა მხოლოდ ერთადერთი რაც ვიცით ეს არის ქართული მიწა, რომელთაც შედის კაპიტალში საქართველოს სახელმწიფო. თუ აღმოჩნდება რომ ეს Eagle Hills-ის უკანდგომი კომპანია სინამდვილეში საკუთარი კაპიტალით არ შედის ამ პროექტში, არამედ მისი მიზანი არის გარე კაპიტალის მოზიდვა და ეს გარე კაპიტალი არის ის ჰიპოთეტური 6 მილიარდი დოლარი, რომელიც პროექტს ჭირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო შედის საკმაოდ სარისკო პროექტში, რომლის დაფინანსების წყაროს შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არავის არ აქვს. ეს არის კომპანია, რომელთანაც ჯერ კიდევ შარშან იანვარში აბუ-დაბიში ვიზიტის დროს ირაკლი კობახიძემ გააფორმა მემორანდუმი. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. Eagle Hills-ის და მისი მფლობელის მოჰამედ ალაბარის ისტორიებს რომ გადავხედოთ, ესეთი მეგაპროექტები ხო ელიტური, ძალიან მდიდრული შენობები, სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები აქვთ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში, მათ შორის აქვთ ლატვიაში და სერბეთში. კომპანიის შესახებ ესე სამართლებრივად რაიმე გეფი შეიძლება ვერ იპოვოთ, იმიტომ რომ როგორც
წესი ხოლმე ხდება, პროექტები ხორციელდება უბრალოდ ხელისუფლებასთან და მთავრობებთან ძალიან ისეთი მჭიდრო კავშირების ფონზე და როგორც წესი ხელისუფლება უფრო იღებს ამ პასუხისმგებლობებს თუ რამე ეშლება კომპანიას, მაგრამ არსებობს სერბეთის გამოცდილება 2015 წელს აქ დაანონსდა იგივენაირი დიდი მეგაპროექტის მშენებლობა Serbet Waterfront-ი, ესე ერქვა ამ პროექტს და 2015 წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უშუალოდ აი ამ პროექტისთვის და მშენებლობებისთვის შეეცვალა კანონი. ამას მოყვა ცხადია მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და უკმაყოფილება. იქ მაშინვე საუბარი იყო გაუმჭვირვალობაზე, რაზეც საქართველოშიც გვაქვს პრობლემა და ასევე 2016-ში იყო ეგეთი შემთხვევა, ღამით გამოსახლებები მოხდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ, მერე გაირკვა, რომ პოლიცია იყო, მაგრამ შენიღბული ადამიანები შევარდნენ ერთ-ერთ შენობაში, იქიდან გამოიყვანეს მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე იყო საუბარი და ამას მოყვა ძალიან სერიოზული პროტესტი სერბეთში 2016-ში უკვე ცოტა მოგვიანებით. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლება იყენებდა კანონს, ძალოვან სტრუქტურებს და ზოგადად თავის რესურსებს იმისთვის, რომ ყველანაირი წინაპირობა შექმნოდა Eagle Hills და ეს პროექტი განხორციელებულიყო. და ეს გაუმჭვირვალობა აჩენს ასევე საქართველოში დაგეგმილ პროექტებთან ძალიან ბევრ კითხვას. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაცა 2 კვირის წინ დაანონსდა და გაიხსნა გაყიდვების ოფისი ამ კომპანიისა თბილისში ჯერ კიდევ, თუმცა შეგახსენებთ, რომ კომპანიამ 6 და 9 თვეში უკვე მშენებლობების დაწყება დაანონსა. აქ რამდენიმე მდგენელია პირველ რიგში, რომ ქვეყანაში ახლა როდესაც აი ესეთი სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის არის კანონმდებლობის ესეთი უხეში და ასე ვთქვათ, ყოველად არადემოკრატიული ცვლილებები, მათ შორის გამკაცრება, ელემენტარული ვთქვათ, დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების დარღვევა. აი ამ პროცესების შედეგად გარემოს დაცვითი ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია უარს აცხადებს საერთოდ საქმიანობაზე, სამეცნიერო ჯგუფების მონაწილეობა ამ პროცესში, როდესაც დაბალია, ცხადია, შედეგიც ყოველთვის არ იქნება ის, რაც კარგი იქნებოდა ბუნებისთვის და საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც მათ შორის. საზოგადოების ნაწილს ჯერა, რომ საერთოდ არ განხორციელდება ეს პროექტი და სხვა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას, თუმცა რა მიზანი ამაზე არავინ საუბრობს, იმიტომ რომ ბუნდოვანია ჯერ ჩვენთვის თვითონ პროექტი, ხელშეკრულება დადებული კომპანიასთან და საერთოდ ყველა დეტალი. ეს პროექტი მართლაც ხორციელდება ისე, როგორც ვთქვათ, იყო გაცხადებული და ხორციელდება. თავისთავად ინვესტიცია ცხადია, რომ განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, იმიტომ რომ ჯერ ერთი მყისიერი ზრდა 6.5 მილიარდ დოლარით კაპიტალის ფორმირებაში ეს გაზრდის ეკონომიკას. უბრალოდ დაუჯერებელი არის. ძალიან დაუჯერებელია ეს უცებ მოწმენდილ ცაზე. ერთი სული აქვთ, რომ ესპანეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან გამოვიდნენ და აი საქართველოში შემოვიდნენ. უბრალოდ დაუჯერებელია, სხვა არა. გარემოს დამცველები კი მიიჩნევენ, რომ რაც არ უნდა სწორად წარიმართოს ეს პროექტი, გარემოს მაინც მიადგება გარკვეული ზიანი, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც ყველასთვის რთულია, იმის ფონზე, რომ ნული ინფორმაცია გვაქვს პროექტის შესახებ, იმის შესახებ თუ რა პირობებით დადო სახელმწიფომ, ქართულმა ოცნებამ, კომპანია Eagle Hills-თან ეს ხელშეკრულება, მეორე მხრივ როგორ და რა გზებით უნდა დააზღვიონ გარემომ, თუნდაც გრწანისის ტყე, რომელსაც პოტენციურად შეეძლო რომ სარეკრეაციო ზონა გამხდარიყო და წლების განმავლობაში მოსახლეობას ის გამოიყენებინა როგორც სასეირნო დასასვენებელ სივრცედ. 9 თვეში შეიძლება საერთოდ აუკრძალონ მოსახლეობას იქ შესვლა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თბილისში ფაქტობრივად აღარ დარჩა მწვანე სივრცე, რომელიც არ აითვისეს, სადაც მშენებლობები არ მიმდინარეობს და რომელმაც რეალურად ეს ქალაქი უნდა გადაარჩინოს.